თავისუფლება მოკლედ დამოუკიდებლობის თვითონ იდეა, ხო ჩვენ დროში განსაკუთრებით ის არის, რავი, დაწყებული პოლიტიკური და ფინანსური თავისუფლება, პატარა ქვეყანა, აზრის თავისუფლება, რა ვიცი, მილიონი განშტოება აქ ამ ამბავს და მოკლედ ჯანსაღ ცხოვრებაზე იყო ლაპარაკი. ესეთი აზრი ითქვა, რომ შენ თავს იმიტომ კი არ უნდა მიხედო, რომ დიდხანს იცოცხლო. არამედ იმიტომ უნდა მიხედო, რომ სიცოცხლის ბოლო ნაწილში იყო დამოუკიდებელი. ფიზიკურად რა, რაც მოგინდება ის გააკეთო, სადაც მოგინდება იქ წავიდე. მობილობა შეინარჩუნა. მობილობაც იგულისხმება, ინტელექტუალური მობილობაც იგულისხმება, რომ ახალი რამე ისწავლო იმ სიბერეში დრო როცა გექნება, ურთიერთობის მობილობაც იგულისხმება, რომ თავისუფლება გქონდეს, რომ ახალგაზრდა ადამიანსაც გაუგო და ძველგაზრდასაც და ასე შემდეგ, ხო და ჩემთვის ეს ძალიან დიდი ის აღმოჩნდა და ეგ ფიქრი ჩამოყვა, რომ რა უცნაურია, თურმე ეგეც თავისუფლების ძიება ყოფილა. თითქოს დღეს იზღუდავ თავისუფლებას, უნდა ვარჯიშო იკვებო რაღაცა შეიზღუდო ისა იმიტომ რომ მე მეტი თავისუფლება ფაქტობრივად ინვესტიცია გამოდის თავისუფლებაში და ფინანსურ თავისუფლებაზე ხო ბევრი გვიფიქრია ყველას და X თაობაც Y-ით Z-ით ყველა ფინანსურ დამოუკიდებლობას ცდილობს ჩვენ დროში და ეხლა ზოგი ბიტკოინით, ზოგი ბინით, ზოგი ბიზნესით, ზოგი იმით, ზოგი ამით, მაღალი კვალიფიკაციით ეგეც დამოუკიდებლობის თემაა ხო და აზრის დამოუკიდებლობაზე მივედი რომ თავარი პრობლემა ეს ბაიას გონი ცნობიერების ხაფანგები ხო არის და ну ძალიან ადვილია რომ ჩავარდეს ხვის აზრში რა ასე ვთქვათ რომ რომელიც უხვია თან რა თქმა უნდა უხვია და თან ძალიან კომფორტულია აი გაიხედავ იქით და ძალიან საყვარელი და ტკბილი ადამიანები ყველა ერთს ამბობს აი როგორ ცდუნებაა რომ მიხვიდე და ჩაეხუტო ამ ხალხს ხო სცენიდან რო ხტება ისა და ხელებზე რო უჭირავთ რო მომღერალი ეგეთი რაღაც გამოდის ინტელექტუალურად არა და რო ფიქრობ ცოტა განსხვავებული აზრი გაქვს და რო თქვა ცოტა განსხვავებული შეიძლება აღარ ჩაგიხუტონ იქით მეორე ხალხია და რო ხედავს რომ იმათ არ ჩაეხუტე ამბობენ რომ აი ახლა ჩვენ ჩაგვეხუტება მოკლედ მანდაც გამოდის რომ ინტელექტუალური დამოუკიდებლობაც კი ძალიან რთული რაღაცაა რომ შენი საკუთარი აზრები გქონდეს